ძალიან ხო რა. ჩაწერე. არ არის ამიცი, მაგრამ მაინც ჩაწერე. ეგრეა. ეგ შენაგა გადაწურული იმედი, თორემ ეს სულ არა მაქვს. აუქნა ბიჭო 200 წელი ყველაფერი გავუკეთეთ, რაც შეიძლება და გაეკეთეთ. გასაგებია, მაგრამ 201-ში შეიძლება გააკეთონ რა. პუტინიანური პოლიტიკა წაიყვანე რა. პუტინმა კი არა, დიმიტრი მიხელსონი კაცი, რუსეთს კი არა შეიძლება სამყაროს არ ყოლი და ფრაზა მოიგონა, ასეთი მაქსაზიზღალმა, რაშირენი როძინი. კიდევ ერთ რაღაცები რა უნდა ქნას, ბიჭო, ნუ გადამრიგე. და შენ პუტინს 68 წელს პრაღაში შევიდე 7 კაცი დადგა კრემლინთან წითელ მოედანზე კრემლინში 7 კაცი დაიჭირეს და ეხლა ჩვენ გვგონდა კიდე 7 კაცი მაგარია და 200 მილიონი რუსეთში ბიჭო რა აი რა ასე ველაპარაკება ტრაქტატზე ხელის მოწერა მიგაცნია ცუდი მაგ ბიჭო გარშემო ჭავჭავაძე უკიჟინებდა რუსეთს ხარით ერეკლე მეორე შეცდომად უთვლი მაგნა ბიჭ არა ერეკლე მეორე საუთვლი ბიჭო აბარაში და აგიხსნე თუ მომისვა გაგაგებს გარშემო ჭავჭავაძეზე გარშემო ჭავჭავაძე იყო ნადირალა ბიჭო ეუნებოდა რუსეთს უკიჟინებდა რომ გაუქვეთ რა ტახტი იდიოტები არიან ქართველები და გაუუქვეს მაიგ უკიჟინებდა და გარშემო ჭავჭავაძე ეგ გიჟი ხო არა ხარ გია ნუ გადამრიგე ხლა რა კაი რუსი იცი ვინ იყო ბიჭო ერთი რუსი მაინც მიყვარს ხო იცი იური გაგარინი ეხლა რამდენიმე რუსი მართლა მიყვარს აი მათი შემოქმედების გამო მაგრამ ისე ბიჭო როგორც ოკუპანტი ყველა მეზიზღება კაცო თორე ეხლა როგორც პოეტები და მწერლები კი მიყვარს ხო დაარიგე სულ ესე უნდა თქო ესე თქვა და რომ გავიდა ღია კოსმოსში უყვარდა ანამანიანი მსახიობი რო იყო იტალიელი და მისალმა გააკეთა პრივეტ სიმუჩიალის თუ ანამანიანი და ვერ შეიკავა თავი მაგას მე მგონი ეს ყველა ეთივე ფრაზაა ამიტომ მიყვარს გეურის ფრაზა რო დადიოდა რა რა გეუნებოდი და იმას გეუნებოდი რომ უნივერსიტეტი რო გამოდიოდი და ჯიგარიდეს რო იყო კომუნისტების დროს ჯიგრის გაურმა რო იყო მთელი უნივერსიტეტი აი ეგეთი სტუდენტები სად არიან დღეს აღარ არიან გამაგებინე просто რა დაემა ბიჭო 18 წლის ხალხი უკვე გასტუკებს იკეთებს აღარ არის ეგ ამბავი მორჩენილი აი მაგი გუპავს რა ხო აი კარიერისტი ხალხი თავიდან 16 წლის წარსი რო გასტუკს გაიკეთებს ბიჭო ერთხელ ცხოვრებაში არ ყიდებია და არც გავიკეთებ ყველა ამ პრობლემის გასაგები არის განათლება რა ანუ ჩვენი არასაკმარისი განათლება და აი ასე ხალხი განათლების პრობლემა აი ზია დააკვირდი რა ეხლა რო ჭირდება კადრს ვერ პოულობენ ოღონდ მართლა ვერ პოულობენ განათლების მინისტრს რო დანიშნეს ის რა ქვია გვარამია რო დანიშნეს ის ცხოვრეს რა ქვია კომენტარი ეგეთი ფრაზა წამოს ეგრევე რა ეხლა ყუნები და ის არ დაუწყე რა თქვა მაგასაც ფიქრობდა მაგრამ აი აბსოლუტურად არ ველოდი ანუ წარმოიდგინე ესე იგი განათლებისადმი რა დამოუკიდებლობა ჩვენ ქვეყანაში მინისტრად ნიშნავენ არა იმას რომელიც ნაფიქრია როგორ შეიძლება შეცვლა რეფორმები როგორ უნდა არამედ ადამიანს რომელიც საერთოდ არ ამას ნაფიქრი არც ვერ წარმოიდგინე ეს ეგრევე თქვა ეს არის და ბიჭო აი გამოვიწყდი ამის თქმა მინდოდა კიდე აი რა ეს სააკაშო უნდა თქო პირველად ხო შეგონა რომ კაი რამეს ამბობდა რო ჩამოდიოდნენ პრეზიდენტები ისა აფროდიტელი უთენს აქ რო ჩამოდიოდნენ პრეზიდენტები თქვა ეგეთი ფრაზა რომ იმა ხუთაიში უხუმრიათ რომ ნეტა დღეს მიგვიჩენებს ღამესო რა რომ კაი პონტი იყო და ეგ არის კაი პონტი ღამის გათენების ტრადიცია საქართველოში არის ადამიანები გარდაიცვალა მე რადიკა კი არ მიგდია მე მაგას უთენებ მე ეს ღამის ვათენებ გია მომისმენ ამათან თუ დავანთავრე კი ვერ გაიგებ რას ვამბობ და უთენებს ღამის უთენებს საქართველოს რას იშოს იცი ღამის უთენებს პუტრებს მეთქი მაგას გიხდი კაცო საქართველოს ეგრევე კაი არის სიკვდილას მისულ ხალხს არ უთენებენ ესე იგი გაგჭედა ეხლა როგორ ბატონო მაშინ არ შეგეწამოთი პალატა ნომერი 6 კი ბატონო აჰა პალატა ნომერი 6 ეს უნდა წაიღო შენ რა მომეცეს ამას გაგატან რომას შამილის ტყუილები მოიტა ფოტოშოპი ეს ჩემი წიგნია როიცო მართლა ჩემი წიგნი არ არის ეს ჩემი წავედი გამომცემლობაში იმათ გამო შენ სახში მაგ ეს არის გამომცემლობა მანაზე მართლა ბოლო ეგზემპლარი არის ეს ამაგარი წიგნი მართლა დაბრუნები ხო აბა ამაგარი წიგნი შამილი ბიჭო რა შამილი იტაცებდა ხალხს როგორც უნდოდა ბიჭო ბაჯუჯუნტე ბავშვები მოიტაცა და ესე ქალები და ბავშვები ეს უწუთი შამილია ეს უწუთი ჩვეულებრივი ყაჩაღი იყო რა ეხა მაგაზე არ მომიშავენ ეხა ძალა აღარა მაგია რა შამილი ქალებს და ბავშვებს ხალხ კაცი მოიტაცა ეს მითხარი რა ბიჭო მაგის შვილი მოტაცებული იყო და თვეების ბავშვები თვეების არა ეხა მაგაში და 5 დღე აწარებს 5 დღე კი არა 15 დღე აწარებს ადამიანი აუში შეაიყვანეს კინა გზაში დაიხოცა ხალხი ბიჭო მაგაზე ეხლა რა არის საკამათო მაგუარდეთ პარა კაი იყო მე მაგას მეგეური ყველაფერი კარგთან ერთად იყო ეგეთი რა რასაკვირველია ხა ბავშვის მონაწილეობა ცუდია მაგაში ეხლა როგორ შეიტანებს და ქალებს მაგრამ სანამ შამილის ისა
მოწინააღმდეგე ჩვენ გავხდებოდით, მანამდე ჩვენ გავხდეთ, ჩვენ დაუპირისპირდით მას, ბიჭო, რომ შევიდნენ პოლიცი, თუ წელს უკარტოლები იდნენ. ჩამოვიდა და აიყვანეს. რატო იდგენ ისი ქართველები? იმიტომ რომ არ მაგვაცხენა და ჩამოვიდოდა და გვირდო ლეკიანობით დიმას. მაგას ვიცი, შენ ლეკიანობა რა გონია? და ამითი გაწამებულები იყვნენ ბიჭო. გასაგები გაწამებულები. ქართველები და იმასაც და იმასაც ლიფია შამილი პროექტებია. ერეკლეს, იმიტომ ვერ ვამტყუნებ რა, იმიტომ. ვერ ვამტყუნებ რომ მართლა მიიყვანეს იმ ზონამდე კინაღამ გაგიჟდა. ჩათვალა რომ სხვა გამოსავალი არ არის. კაც ხონდა 34 წელი ბიჭო, ერეკლეს ამაგარი კაცი. ვიცი, მე რა. აუ და ვერაფერს ვერ ვამტყუნებ რა. მაგაში მაგას ეწინააღმდეგებოდა ერეკლე იყო რა. არა, გასაგებია რომ ოსტო ეგარეწინა ისე წამოვიდეს, ისე მაგის არჯერა ის გახდა თურმე რომ ის დარეჯანი ეუბნებოდა ის ცოლი რა. რომ მოგაწმოვებენ და არჯეროდა, იმიტომ რომ მანამდე ვისთან საქმე ქონდა თქო, იქ ხო იცი, გინდა მტერი ყოფილიყავი, გინდა თავდასხმელი, რო შეუთანხმდები სიტყვას რო იტყოდ, იმის გატეხვა არ მოდიოდა. ამიტომ რუსეთი იყო მისთვის პირველი შემთხვევა, ესე იგი პირველი მტერი, რომელსაც სიტყვა გატეხა, ვერაფერ ვერ იჯერებდა. და მე სამწუხარო ის მოხდა, რომ გაგი ბიჭო, მე ამათმა ჩათვალეს, რომ რუსეთი ეს არის ატირითი ჩათვალეს რა, რომ მაინც პროგრესული ძალა, მაინც რაღაცა და მაგარად მოწყვდნენ რა. ანუ ეგრე გადაბირებული ხალხი. შამილი მაგაზე გიждდებოდა, ბიჭო, თქვენ თვითონ დაპრობილები ხარ და შენ დასაწყო. არის ხო ეხა რუსეთი უფრო პროგრესული ძალა ვიდრე ესა? ვიდრე რა ბიჭო? ვიდრე შამილი, აულებში რა ცხოვრობენ? პროგრესული პროგრესული ბიჭო, მე არ გეუბნები წერია თუ არ არის წერი. პროგრესული იყო, პროგრესი როგორ არის? ხელნაწერებს მოიწვევს რა პროგრესია შეკიდე რა. აგი რა. აწმინდა ეგეთი ევროპა თუ დაგიწვა ხელნაწერების და შეკიდე. იცი რა ჰარმონიაში ცხოვრობდა ეს ხალხი თვითონ. იცი რა ჰარმონიაში ცხოვრობდა გია. რას მელაპარაკე? თავის სისტემა ჰქონდა, არჩევითი სისტემაც ჰქონდა. თავის საკანონმდებლო. თემურზე როგორც ჩვენში თაში ცხოვრობდა. იცი რა მაგარ სისტემაში ცხოვრობდა. ამის შვილი, აი ამის შვილი. გაიცვალა აი პლენებში რა, ჩავჩავაზეებში რა. აი ამის შვილი, რომელიც პეტერბურგში იყო დიდი ხანი, გაიზარდა იქ ყველაფერი და ამან უთხრა რომ ის დამიბრუნებდა და მე ამას დაგიბრუნე. შერასათან. ეს შვილი როგორც კი ჩავიდა აუგუსტში, სამთში დაემატა დეპრესია და მოკვდა. ათეგეც არ არის ეს ეხა ქართველი უსაქმურია და არ არის. ეს არის კომუნისტების დროინდელი პონტი რომ რუსულ გაგოუყურეს. მე ფაბანე რუსა უსაქმურეს. ქართველი სულ ბახიჭო მაგაზე აი აქილოსის კურსში მოგვაგდეს. თავად ისინი დავაკარგია და იმიტომ არ ყველაზე თავარი შრომის მოპარეობა დაგვაკარგია ჩვენ დავაკარგეთ. ბიჭო, კი, გასაგები შრომის მოპარეობა დაგვაკარგეთ. ეგრე ვიყავ და კურსიც მეუშვი. კი ბატონო, მაგრამ ხო ფაქტია რომ მაგარი დავიკეთე. სხვას ეგ არავის არ გამოკეთებია ჩვენთვის რა. არა აქვს. შრომის მოპარეობა დაგვაკარგეთ. ვიკავაკეთე და აქეთ მოხდა ფული. სხვები ყველას მიქონდა. არა, ერეკლე მაგას ამბობდა, ხო იცი ასამბობდა. ბიჭო, ერთადერთი რაც მარეთვებს ხარკს ამ მქონე. რა შეიძლება არ ხობენ, ხა და აქეთ ყველა დამპრობენ და ესენი ხარკს უხდიდნენ და იძულებული იყვნენ ეშრომად. ერთადერთი აი მაეჭერსო თუ იზა. ხარკს ამ მქონე რუსები რამე უკანათობა არის და თურმე რანდიდო გაგეს დამახული დავითავია. იო ჩვენ გავჩითო. ეგ არის ყველა საშიში. თქვენ მოიმუშავებთ, არაფერი არ აკეთებთ. მე შეგიჩხვიდავ და იქ დაგვემართე ხა რა. გაგრას. უდილობა, ნერვული აღნებადობა, სტრესი, ჩიჩის განცდა. თურიკას გამომი. ვალერიან გურგია. გური, ხინკალი, ეხლა ჩანგლი. ხინკალი ჩანგლი არა ბიჭო არ გიჭამია. გაფის ხინკალი ჩანგლი. გიჭამია ბიჭო, ნამდვილი ხინკალი არ ვიჭამია. ნამდვილი ხინკალია შენ. არ უჭამე ხა სად დაკრუნე. ხინკალი, ნამდვილი ხინკალი. და არ ვიყავ. ეგრე ხინკალი. ეს ვიჭამე რა არის. ვერა ხელი ჩანგლი ვიჭამე არა ხინკალი. ხინკალი ერთი კუჭი არა ნამდვილი. ამარა ხოიცი. რატო აღიარო ფილტუსო? მე ვთქვი რა ვქრა რა გემოს ხინკალი. არა, ხელი ვარ გაგიწრია. რომ მოკიდე. რომ ხარ დამცი. არანაირი აქცენტების უფლება არ აქვს. ყველაზე მაგარი საჭირო ქართული თქვენი აზრის რომელია. მოიცა საჭირო ეს შიში ხო გვალაპარაკე. არა, აბსოლუტურად ისოვა. მე გესყვი, მე დაალაგებული ვარ პირველი. შანეკლი ჩაკა. ქართულ საჭიროებს დავაკონკრეტო. საქართველოში რა ქეთდება? ხო. აი ეს თქვა. იმიტომ რომ რომელია ქართული და რომელი არ ქართული. მე მგონია დაიწეროს. ხო. დაჭექი. ჩაკაფული. აი მაგი უნდა მე აჩვენებდი კი.
პირველი ჩაკაფული. საკაფული ძალიან სეზონურია რა. აი, ხო არის გემური სეზონი ხაი. ატე აჯაბსანდელი. აუ